მოგესალმებით, დღეს ვიმყოფებით საუკუნის პროექტად წოდებული ანაკლია პორტის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც სპეციალისტებს დაგვაინტერესა, რა მდგომარეობაშია, რა ეტაპზეა პორტის მშენებლობა. სამწუხაროდ ნახეთ, რომ 24 საათიან რეჟიმში მუშაობის არ ქონის გამო ტერიტორია პრაქტიკულად წარმოადგენს ერთ-ერთ დამაბინძურებელს მთელი ანაკლიის მოსახლეობისთვის, სადაც ქარული ეროზიის გამო ეგრეთ წოდებული ზვინული დღეს გენერირებს იმ დამაბინძურებლის ლამის სახით ნაწილაკებს მთელი ქალაქის ტერიტორიაზე გავრცელების მიზეზს წარმოადგენს, რომელიც დისკომფორტს უქმნის როგორც აქტიურ მოსახლეობას, ასევე შეუქმნის ამსახველ ტურისტებს, რომელიც ამ რეკრეაციულ ადგილას თავის მშობლობას თუ გასვენების დღეებს გაატარებს. ჩვენი აზრით, რასაკვირველია, ჯობდა რომ პორტი მის სამხრეთით აშენებულიყო იქ, სადაც ეკოპარკის კონსორციუმის ეკოპარკის პროექტი იყო გათვალისწინებული და რომელიც გაცილებით ოპერატიულად, გაცილებით ეკონომიკური და გაცილებით ეკოლოგიური იქნებოდა რეგიონისათვის. სამწუხაროდ, რასაც დღეს ხდება, ეს არის უბრალოდ ზვინული, მიყრილი ქვიშით, რომელიც ყველა ეროზირებს, ჩამოიქცევა ქვევით და წარმოადგენს ერთ-ერთ დამაბინძურებელს მოსახლეობისათვის. ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, რომ არსებულ ხელმძღვანელობას მეტი ჰუმანურობა გამოეჩინა ხალხის ჯანმრთელობისათვის, მოსახლეობისათვის და მენეჯმენტის თვალსაზრისით ვფიქრობ, რომ ძალიან დაბალი დონის სამუშაოები მიმდინარეობს. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ეს არაფერი არ კეთდება ამ მიმართულებით და შესაძლებელი იქნებოდა და გაცილებით მომგებიანება ამ პერიოდის განმავლობაში მოშანდაკებულიყო ზედაპირი ამ ქვიშის ზეგნისა და რასაკვირველია, დაბინძურებაც ნაკლები იქნებოდა. საერთო პროექტის მიმდინარეობას ისი ეტაპები არადამაჯერებელი არის ექსპერტებისთვის და ძალიან გვეჭვობთ, რომ 2020 წლისათვის პირველი გემის და საერთო ტვირთების შემოტანა გატანა ამ პორტის საშუალებით.